მოგზაურობს ჭადარი. მოგწინდება გულის სამღერად მზად არის. საქართველო ლამაზო, სხვა საქართველო სად არის? მართლაც, სად არის სხვა ასეთი საქართველო? სად იცის ასეთი ლამაზი, უხვი, ბარაქიანი და მადლიანი შემოდგომა, რომელმაც უხვა დაიბერტყა კალთა ჩვენი სკოლა-პანსიონის ეზოში. ფეხქვეშ გათელა შემოდგომა მხედეჭურები, ჩამოიარა ეზო საოსე ხელადით. ამირანივით მოიქნია ეს ბრგე ბეჭები, მოიქნია და დევებივით დაფლა ყელამდე. ძვირფასო მობრძანებლო სტუმრებო, ღირსო დედებო და მამებო, მშობლებო, პედაგოგებო, მოგესალმებით საქართველოს საპატრიარქოს წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეების სახელით, მადლობას გიხდით მობრძანებისათვის და ჩვენი დღევანდელი დღის გალამაზებისათვის. ჩვენი სკოლა-პანსიონი 6 წლის წინ დაასწრა უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-მთილის თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმაბღაზეთის მიტროპოლისის ილია მეორის ლოცვა კურთხევით. დღეს ჩვენ სკოლა-პანსიონში 500-მდე მოსწავლე და 100-მდე სტუდენტი სწავლობს. მოსახლეობის და საზოგადოების ეს ნდობა განაპირობა ჩვენმა წარმატებებმა ზოგადი განათლების, მუსიკალური, სახელობო და სახელმწიფო სწავლებაში. ეს გახლავთ სკოლა-პანსიონის ერთსულოვანი კოლექტივის გაუღალავი შრომის ნაყოფი. მე ბედნიერი ვარ, რომ მყავს ასეთი ახალგაზრდობა. ასეთი მომავალი შექმნა ორმა ადამიანმა, მამა მირიანმა და ქალბატონმა ნანამ. და უნდა ითქვას, რომ ეს არის სამაგალითო სხვა სკოლებისათვის. ბრძანა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა. პატრიარქის ეს სიტყვები დიდ სტიმულს გძენს და ამასთანავე დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. უწმინდესის კურთხევით ასეთი მოსწავლე სარგებლობს პანსიონური მომსახურებით, რომლებიც არიან ჰერეთიდან, ტაო-კლარჯეთიდან, ფერეიდნიდან, ზემო აჭარიდან, ეკომიგრანტები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, სრულიად საქართველოს შვილები ნიკოსიიდან და არბანისიდან. ეჰეი, ამე რიმერო, ღმერთების დიდო ვენახო, ვაზის ადგილის დედაო ვაზივით გამძლე მენახო, იყავ ვაზივით უკვდავი, იყავ ვაზივით მარადი, ვაზივით დაფესვიანდი, იმსხმოიარე გამრავლდი. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი კურსდამთავრებულებით, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის წარმატებული სტუდენტები არიან. წელს 2 მათგანი, რომელიც მაღალმთიანი აჭარის წარმომადგენელია, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის სტუდენტები გახდნენ. ერთ ჭერქვეშ ცხოვრობ და ვსწავლობთ ქრისტიანი და მუსულმანური აღმსარებლობის ბავშვები. ჩვენ გვაერთიანებს სამშობლოსა და ერთმანეთის სიყვარული. მიყვარს მტკვარი, მიყვარს ქსანი, ტეხურა და ენგური, მიყვარს ლილე, მიყვარს ლალე, მიყვარს ჩელა მეგრული, მაგრამ ყველას მირჩევნია ერთ დიდ მუშტად შეკრული, რა თქმა უნდა საქართველო, ვიყოთ მისი ერთგული. და დღეს თქვენ იხილავთ ერთ დიდ მუშტად შეკრულ საქართველოს, ჩვენი ეზოსავით პატარას, თუმცა მაგრამ ერთადერთ წყვილსა და ლამაზს. გვინდა მუხა საქართველო, რტომრავალი, რკომდიდარი, მუხიანი, ბროწეულა, ვაზიანი, კოპიტნარი, გვინდა მეტი კაკაბეთი, ხოხობეთი, საიმეთი, ყველგან მზად ვართ, ოღონდაც კი გამოგადგეთ რაიმეთი. ვიწყებთ საზეიმო კონცერტს, რომელშიც მონაწილეობენ საერთაშორისო ფესტივალ იმედის ვარსკვლავების გრამპრის მფლობელი ვაჟთა-ფოლკლორული ანსამბლი „არსიანი“, სხვადასხვა ფესტივალებისა და კონკურსების ლაურეატი ქართულ ხალხურ პედაგოგური და ფოლკლორული ანსამბლი, ქართულ ხალხურ ცეკვის ანსამბლი, რომელმაც წელს ბულგარეთში, ქალაქ ნესტევარში ფოლკლორისტთა საერთაშორისო ფესტივალზე ორფეიაზე ასევე გრამპრის მფლობელი მოიპოვა.
იყო საერთაშორისო ფესტივალ მომავლის ვარსკვლავების ლაურეატი და ორგზის გრან-პრის მფლობელი ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი არსიანი. ანსამბლი არსიანი
არის გაერთიანებული ანსამბლი ვაჟთა გოგონათა და ხალხურ საკრავთა ორკესტრი და ასევე ქორეოგრაფიული ანსამბლი. და მინდა გითხრათ, რომ როცა ჩვენ ვფიქრობდით თუ რა სახელი დაგვერქმია ჩვენი ანსამბლებისათვის, ამ ანსამბლების სახელის ნათლია, ასე რომ ვთქვათ, გახლავთ გამოჩენილი ქართველი პოეტი აც გარდაცვალებული ფრიდონ ხალვაში. და ის მართალია ვერ მოესწრო ამ ანსამბლის წარმატებებს, მაგრამ მე წავს და მჯერა რომ ჩვენი ანსამბლი ჩვენი დიდი მეგობრის ბატონი ფრიდონის სახელს არ შეარსხვენენ. დიდება უყავს.
ქორეოგრაფიული ანსამბლი არსიანი გასულ წელს თურქეთის რესპუბლიკაში და წელს ბულგარეთში ანსამბლმა ქორეოგრაფიულ ანსამბლმა საერთაშორისო ფესტივალზე გრან-პრი დაიმსახურა ხელმძღვანელი ჯონი დუგლაძე. ესეც გახდათ გოგონათა ანსამბლი არსიანი საერთაშორისო ფესტივალ მომავლის ვარსკვლავების ლაურეატი, ორგზის ლაურეატი, ხელმძღვანელი დალი დაბრუნდაშვილი.
Თქვენს წინაშე იყო ხალხურ საკრავთა ორკესტრი არსიანი, ხელმძღვანელი მალხას ქოიავა და ალეკო ხიზანიშვილი, გუნდი ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი, რომელიც პირველად წარსდგა თქვენთან ხელმძღვანელი არ მithქვამს, გახლავთ დავით შანიძე, ცნობილი ლოტბარი. ჩვენ რამოდენიმე ხნის წინათ, ერთი თვის წინ იმყოფებოდით სოფელ ბორითში, სადაც დაიღუპა საქართველოს ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა და იქ გვახდა ჩვენ გამოჩენილი ქართველი პოეტი თინათი მღვდლიაშვილი, ყველასათვის ცნობილი ქართული სახალხო პოეტი, ასე რომ ვთქვათ, ის ჩვენი ხშირი სტუმარია ჩვენი სკოლის და ერთი თვის წინ შევხვდით ერთმანეთს, მართლა ეროვნული სულის ზეიმი იყო, იქ იმყოფებოდნენ ხარაგოვის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები, საქართველოს კონსერვატიული პარტია მთელი შემადგენლობით და ჩვენ ძველმა ეროვნული მოძრაობის ძველმა გვარდიამ გავიხსენეთ ის დღეები, ის სასწაული დღეები. ჩვენ გუშინდელი დღე გახდათ პირველი მრავალპარტიული არჩევნების ჩატარების 28 ოქტომბერი, ეს საოცარი დღე, როცა მთელი საქართველო ზეიმობდა, გახსოვთ ალბათ და აი ქალბატონი თინათინი ამ ქარტეხილების მონაწილე გახლავთ. მისი ლექსები ღერის მთელი საქართველო, ხმალიავლესოთ ქართველებო, ხმალიავლესოთ, აღმაშენებელი თბილის მობრძანდება და რა ვიცი, უამრავი სიმღერები არის შექმნილი მის ლექსებზე. დღეს იგი ჩვენი სტუმარი გახლავთ და ვთხოვოთ ქალბატონ თინათინს რამოდენიმე ლექსი წავიგითხოს. მშვიდობა თქვენდა, დიდი მადლობა მამაოს, ჩვენს პოპოდიას, რომ დღეს როგორც ყოველთვის მომიწვიეს და დიდებმა უფალს, რომ აი საქართველოში არსებობს ასეთი სკოლა, წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა, რომლის მსგავსი მე პირადად მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ხშირად მიხდება მოძრაობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მე არ მინახავს და დიდი მადლობა თქვენ მამა მირიან და პოპოდია ნანა ამისთვის, ამ სიამოვნებისთვის და ამ სიხარულისთვის. მე წაგიკითხავთ ჩემს ორ ცნობილ ლექსს და ერთ უცნობ ლექსს მოვუწევ ნებას. აღმაშენებელი თბილის მობრძანდება ყავზე შემდგარი რაშით გული გაიმაგრე დავით რა დაგვიტოვე და რას გახვედრებთ რით მოვიწონოთ თავი ვერ ვიდავითეთ ვერ ვითამარეთ ვერ ვიდიდგორეთ დავით მიწა გაგვიყიდეს
ხორცი დაგვიფლითეს გული ამოგლიჯეს ტანჯვით გარეც გვიფეთქებენ რუსთველს გვიგინებენ სულში გვაფურთხებენ დავით გადამთიელები უცხო ტომელები დაძრებს გვიფხაჭნიან დანით გადამიარეთო ასე დაგვიბარე გადაგვიარეს დავით ვერ დავიცავით სრულიად საქართველო ვერ მოვუფრთხილდით წამით ხმალი დაგვიჟანგდა სისხლი გავიწყალდა დავპატარავდით დავით ტერმაც გვლეწადა ერთურთიც ვლეწეთ დღისით და ღამით ტაოს მივტირით ჰერეთს მივტირით სამცხეს მივტირით დავით ყნესის საქართველო შენი საქართველო გულში დაჭრილია ხარი მუხლი მაგარი აქვს არ დაიჩოქებს ნუ გეშინია დავით თბილისი მაინც ისევ თბილისობს გელათი ისევ ყვავის იბადებიან დღესაც ლეკვები სადით გორენი დავით აღმაშენებელო თბილის შემოგდანდი თეთრი გიორგის მადლით მუმლი მუხასაო მუმლი მუხასაო დავით მე ხამიდა წაგიკითხოთ ლექსი რომელიც თბილის მიუძღვენი თბილისი რა თქმა უნდა ჩემი დედაქალაქი უამრავ ლექსში ყავს თუ მაქვს მოსენები როგორ ვთქვა ალბათ ყავს იმიტომ რომ ცოცხალია თბილისი მაგრამ აი 90-იანი წლების შემდეგ როდესაც დაიღვარა სისხლი თბილისში ძმათა ომს რო ვეძახით რატომღაც როდესაც დააპატიმრეს უამრავი ადამიანები ვისაც სამშობლოს სიყვარულით უძგერდა გული მათ შორის მეც ვიყავი პატიმრობაში მე თბილის ვეღარ ვერ ვახსენებდი საერთოდ სამწუხაროდ ლექსებში და ეხლა ამ ზაფხულს დავწერე თბილის მიუძღვენი ეს ლექსი და სიამოვნებით წაგიკითხავთ პირველად ვკითხულობ ძველი თბილისი გორგასალის ჭრელი ხოხობი ქართლის კარი ბჭე უსაშველოდ ნათელმზიანი ვერ ვინ გიხილავს სახიერო პირქვედ ამხობილს უკვდავებასა რადგან შენ ხარ თანაზიარი ნედავე ზეცა ვინ მოხატა მოაპირკეთა ან კაკაბაძის ნახატივით ძველი ქედები დგანან კლდეები საქართველოს ხსნად და იმედად ნარიყალასთან ჩამომჯდარი ხოხბის ფერები აქეთ მეტეხი იქით მაღლა ლურჯი მთაწმინდა ქართლის გვირგვინი ქართლის გული ქართლის ემბაზი რა ჭირთალ ხენა სიმძიმილი შენ არ გაწვიმდა ამით ავხწერო რა სიტყვებით რომელ ენაზე ამ ვარსკვლავეთის სიდიადე ათასფერადი ან საუცხო ცხელი წყალი ამოდულები ქრისტეს ჯულისთვის სისხლისფერად ანაფერადი მარადიული შენი მცველი აბოთბილელი ანდა უცხოთა შეწყნარება დიდ სულოვნება ან ანჩის ხატის ან სიონის სამკაულები შემოქვევი არ ქაწითელის ოქროს რტოებად თაბორისა და თრიალეთის სამაჯურები და მოდის მტყვარი ქართლის დიდი მემატიანე ელიას მთიდან გადმოყურებს წმინდა სამება თყვარი თუ მოგბად საჩუმათო სისხლს დაიარებს რადგანაც თყვარში ირეკლება შენი სახება ჰეი თბილისო ცხეთის ბურჯად შენ ხარ ნაგები ვით გაუძელი ათას მომხდურს ასგზის წყეულებს ქვაბავაზაკთა და ავსულთა ხარ შენ მუსურელი ლომურ მაჯაზე იმტრევ შაბნელ ათას წლეულებს რა არ გიხილავს რა ქარ ცეცხლი არ დაგტეხია ქვე გამხედვართა სიავკაცე ძმათა ომები დაგფარველობდა და გიცავდა წმინდა მესია შავ ფაროსნებით ჯომარდობდნენ როგორც ლომები და თუ მძლენგების ჯალალების
შაჰაბაზების შრეგი ჯარები გაახრებდნენ, ამათ გზვერავდნენ თანამედროვე აბასები და ათასები, თუნდაც დაგდგომიან ისტორიის ავანსცენაზე და თუნდაც გონიათ დაუძლურდი, თითქოს დაბერდი და ნახანჯლარი, ნატყვიარი გულსგამჩნევია, ჯაჭვის პერანგი გადაიცვი, აღსტეკ, ამხედრდი, რადგანაც სხვა გზა, სხვა საშველი არ დაგრჩენია შენ, რადგან ჩემო შემოქმედი გითვლის ნაბიჯებს უკვდავებასთან, რადგან შენ ხარ თანაზიარი, გახარვით ქართლის უძლეველი, ოქროს კარიბჭე, უფლის ქალაქი, უსაშველოდ ნათელმსიანი. ჩვენ სიყვარულის სარეცელზე შექმნა განგება, ჩვენ სათნოება დაგვანათლა არსთა გამრიგე, ჩვენ ვაშენებდით ბანას, ზარზმას, გელად სიყალდოს და მაღლდებოდით ნიკოფსიდან დაგვბანდამდე. ო საქართველო, ოქროსფერი ხარსა ოცრება და პური შენი არსობისა არის ღვთიური. ო საქართველო, მოქართულობ ისევ ძარღვებში და იწურება სახმრთო ქვევრში, ავადასტური ხმალიავლესოთ, ქართველებო, ხმალიავლესოთ, შემოვაქსოვოთ საქართველოს ჯაჭვის პერანგი, უნდა გავთიბოთ, უნდა ვიმკათ, უნდა გავლეწოთ, გადავარჩინოთ საფიცარი თეთრი გელათი, ო საქართველო, ოქროსფერი ხარსა ოცრება, ამ საოცრებას გვეცილება მტერი ვერაგი, ხმალიავლესოთ, ქართველებო, ხმალიავლესოთ, შემოვაქსოვოთ საქართველოს ჯაჭვის პერანგი, ხმალიავლესოთ, ქართველებო, ხმალიავლესოთ.
ნერვა მოგასწროთ ის სახის დარბაზი. დღეს ჩვენთან არიან უამრავი სტუმრები. სტუმრები აჭარიდან, აფხაზეთიდან, სამაჩაბლოდან, ფერეთიდან. ჩვენთან გახლავთ საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ბატონი ვასილ ყოპალიანის ხელმძღვანელობით. ეს გახლავთ თავმჯდომარის თანაშემწე. უღარ მიესალმებოდით ორიოდე სიტყვით ჩვენს ბავშვებს. უგზავნით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წარმომადგენელი თანაშემწე ვასილ ყოპალიანი. მისამენო პირველად ესასაუბრეს ამ ლამაზ შემოდგომას იმ ლამაზ საქმეს ესაც აკეთებენ ამ პანსიონის ხელმძღვანელები. განსაკუთრებული მადლობა ბატონ მირიანს და მთელ კოლექტივს იმისათვის, რომ ასეთ დიდ ქართულ საქმეს ჩაუდგეს თემში. მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება პირველი დიდი და ლამაზი მაგალითი იმისათვის, რომ შემდგომში საქართველოში მსგავსი სკოლები გაიცნას და ქართულმა სულმა გაერთიანოს ადამიანები დაფინანსოს აუცილებლად. გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს მომავალი ასეთი შეხვედრები ყოფილიყოს უფრო მრავალრიცხოვანი და უფრო ნაკლები პრობლემები რაც ამ სკოლის გარშემო. მე როცა ხულოში მსახურობდი, ჩვენ ქონდა მეგობრობა თბილისის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიასთან. 7 წლის განმავლობაში გრძელდებოდა ეს მეგობრობა. თბილისელები ჩამოდიოდნენ ხულოში, ხულოელები ჩამოდიოდნენ თბილისში და ძალიან დიდი შედეგი გამოიღო ამ მეგობრობამ. ბავშვები დამეგობრდნენ და აი ეს შედეგებს ვიმკით ჩვენ დღეს. მე მინდა გავიხსენო, მაშინ როდესაც თბილისელი ბავშვები ჩამოდიოდნენ ბათუმში, ჩვენ შეხვედრას გვიწყობდა და ჩვენს ამ პროექტებს აფინანსებდა ქალბატონი მაგული გოგიტიძე. ეს მართლაც უმწვანესი ქალბატონი და ის ორგანიზაცია, რომელიც მაშინ ქალთა ორგანიზაცია, რომელიც მაშინ ბათუმში მოქმედებდა. ერთ-ერთი წარმომადგენელი ამ ორგანიზაციისა, მაშინდელი ორგანიზაციისა დღევანდელი აჭარის უზენაეს საბჭოს წევრი ქალბატონი სვეტლანა კუდბა იმყოფება დღეს ჩვენთან და მიესალმება ჩვენს ბავშვებს აჭარის უზენაესი უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარის ბატონი ავთანდილ ბერიჭის, ჩვენი სკოლის დიდი მეგობრის სახელით. მოგზავნით ქალბატონო სვეტლანა. მისი მეუღლე ცნობილი პოეტი ანზორ კუდბა, იცით თქვენ, ხელს აწერს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. სხვათაშორის იმის მერე, რაც ბატონი ანზორი დეპუტატი იყო, აფხაზი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში სამწუხაროდ არ ყოფილა. ვისურვებდი, რომ აფხაზი ყოფილიყო 2-3 მაინც საქართველოს პარლამენტში. ეს თავარია. მოგესალმებით, გილოცავთ დღევანდელ დღეს, მშვიდობიან დღეს, მშვიდობიან წლებს ვისურვებ. დიდი მადლობა მოწვევისთვის, დიდი მადლობა თქვენ, მამაო, დიდი მადლობა არ ველოდი ასე. დიდი მადლობა, რომ გახსოვთ ქალბატონი მაგული. თქვენ რომ გაიხსენეთ მაგული, ამბურწულად არში ნამდვილად ცრემლები მომადგა. მართლა კეთილი ადამიანი იყო და კარგია რომ არ გავიწყდება, კარგია ეს. დავიბერი ქალბატონი მაგულის სახელის მერე დავიბერი ისე ვამაგებდი სიტყვებს, ჯარისკებს ადებოდი. ბატონი ავთანდილ ბერიძეს ნაცვლად მოგესალმებით. ბატონი ავთანდილის ნაცვლად გილოცავ. ჩვენი უმაღლესი საბჭოს საჩუქარი არის.
მაგ არის სუვენირი აჭარული განდაგანა, აჭარაზე წიგნი და სურათი მარადი. ეს იქნება ჩვენი აჭარის პატარა ნაწილი, რჩება სურათი, ჩვენი სული, ჩვენი გული, ნაყოფი კარგია, ერთმა გიმრავლოს ბავშვები, ჯანი, ჯამრთელობა, წინსულა და წარმატებებს უსურებ ამ პანსიონს. კარგად იყავით, დიდი მადლობა ყველას. ჩვენთან სტუმრად იმყოფება ჩვენი სკოლის მეგობარი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი დავით ქუციშვილი. ორივე სიტყვით თუ მიესალმ თავის შვილთან ერთად გახლავთ იგი. არ ვარ წერდა. კარგი. ჩვენთან სტუმრად არის ხულოს რაიონის დელეგაცია. როგორც იცით, ჩვენთან სწავლობს და პანსიონში ცხოვრობს ხულოს რაიონიდან საერთოდ ზემოაჭარიდან 80 ბავშვი, მაგრამ ხულოს რაიონიდან არის ყველაზე მეტი. არის ხულოს დელეგაცია იმყოფება ჩვენთან, ხულოს საკრებულოს თავმჯდომარე ბატონი ჯამბულ ხოზრევანიძე, გთხოვთ. ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. მოგესალმებით ყველას, მივესალმები განსაკუთრებით ბავშვებს და ყველას, ვინც ეს დღევანდელი ღონისძიება მოამზადა. ესეთი ღონისძიება გაერთიანებს საქართველოს და აღზრდის მომავალ თაობას ძალიან კარგებს. მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო ყველას, ვინც აქ არის, ვინც ჩამოვიდა, ვისაც უნდოდა ჩამოსვლა, მაგრამ ვერ ჩამოვიდა. მადლობა გინდა გითხრათ იმისათვის, რომ დღეს აქ ხულოდან უამრავი ბავშვი სწავლობს და მადლიერი ვართ იმისათვის, რომ თქვენ ასეთი კარგი ურთიერთობა გაქვთ ხულოსთან. მადლობა ყველას. აქ ახლავთ ასევე ხულოს გამგებლის მოადგილე ბატონი თამაზ აბაშიძე, ხულოს საკრებულოს წევრები. ჩვენთან სტუმრად არიან განათლების სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე თბილისის მერიის კულტურისა და განათლებისა და სპორტის განათლებისა და სპორტის სამსახურის წარმომადგენლები. თქვენ შეგიძლიათ საზეიმო კონცერტის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ დაათვალიეროთ ჩვენი ბავშვების ნახატების გამოფენა, ბავშვები, რომლებიც ზიან და თვითონ ქმნიან ეხლა თავიანთ ნაშრომებს, ასევე თქვენ შეგეძლებათ დაათვალიეროთ სკოლა პანსიონის პროფესიული სწავლების სტუდენტთა და მოსწავლეთა გამოფენა. როგორც მოგეხსენება, ჩვენი სკოლა არის მრავალპროფილიანი, 4 ორგანიზაცია არის, ერთი ადმინისტრაციის ქვეშ, ეს გახლავთ ზოგადი სკოლა, პროფესიული სასწავლებელი, სადღეგამისო პანსიონი და სახელოვნებო სწავლების ცენტრი. ასეთი მრავალპროფილიანი სკოლა ხელოვნების პროფილის ერთადერთი გახლავთ საქართველოში, მისი უწმიდესობის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაფუძნებული. მრავალ წარმატებებს მიაღწია ამ 6 წლის განმავლობაში ჩვენმა სკოლამ. ერთ-ერთი ცნობილი სკოლაა, გახლავთ უკვე და ეს წარმატებები, ჩვენი წარმატებები განპირობებულია აი მაღალ პროფესიული კადრებით, რომელიც ჩვენ სკოლაშია და მე მინდა გითხრათ, რომ ამ 4 ორგანიზაციიდან ფინანსდება მხოლოდ და მხოლოდ ზოგადი სკოლა, დანარჩენი 3 ორგანიზაცია მათი დაფინანსება არის 0 და მაგრამ მიუხედავად ამისა, აი ასეთი ენთუზიაზმზე მუშაობენ ჩვენი პედაგოგები, ჩვენ სხვა საშუალებებს ზევნით, რომ როგორმე იარსებოს ამ სკოლა, მაგრამ რაც უფრო მეტი გასაჭირი გვექნება, მით უფრო მეტად უნდა შევძლოთ ჩვენი ნიჭისა და უნარის წარმოჩენა. ასევე
რადგან კლასიკური მუსიკის მოსმენა არ მოხერხდა, ამიტომ ერთი ნომერი გვინდოდა საესტრადო სიმღერის თქვენთვის გვეჩვენებია. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენთან იმყოფებია საპატრიარქოს სკოლის ერთ-ერთი ცნობილი სკოლის თაცმიდელების, სევთიმე და გიორგი თაცმიდელების სახელობის სკოლის მეხუთე კლასი იმყოფება ჩვენთან თავიანთ პედაგოგებთან ერთად. ასევე მესტიის საპატრიარქოს სკოლის წარმომადგენლები, დირექტორი ზანდება აქ, მამა ბასილი. არიან ასევე მეზობელი უნივერსიტეტიდან, თავარქილაძის უნივერსიტეტის წარმომადგენლები, ანდრია პირველწოდებული სახელობის უნივერსიტეტის წარმომადგენლები გახლავთ ჩვენთან, ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტელევიზიები, პრესის წარმომადგენლები და თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა რომ ყველა კლასის შემოქმედება ვიხილოთ საქართველოს კუთხეების მიხედვით. აქ წარმოდგენილია საქართველოს ეთნოგრაფია და ჩვენთან გახლავთ ასევე ჩვენი ეთნოგრაფიის პედაგოგი პროფესორი ქალბატონი ნათელა კაპანაძე, ჩვენი თანამშრომელი რასაკვირველია. ყველას მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისათვის და მთავარი იწყება ახლა. აი მთავარი ჩვენ ნახავთ ჩვენი ბავშვების შემოქმედებას. ახლა ვთხოვოთ ჩვენს მოსწავლეს, რომელიც ასევე ლაურეატი გახლავთ მრავალი ფესტივალებისა. ყველა ფესტივალს ვესწრები ამ ჩვენი ბავშვები რომ გამოდიან. ახლა როიალის ნაკლებობას არ უჩივით, 7 როიალი გვაქვს, 40 ფორტეპიანო გვაქვს. ასე რომ მუსიკალური ინსტრუმენტები ვლომად გვაქვს, მაგრამ ვერ მოხერხდა გამოტანა გარეთ და ამიტომ გადავინაცვლოთ და ვნახოთ ბავშვების შემოქმედება კლასების მიხედვით. ერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს ერთი. Over the wall, a secret code. They would play and please the Lord. You don't really care for music, do ya? But go like there's a for the thief, the minor fall and the major leaf. Far from King composing, hallelujah.
ეხლა ჩვენი საკონცერტო ნაწილი დასრულებულია. ეხლა გთხოვთ პირველ რიგში ბავშვთა ნახატების გამოფენას. Magda,